დღეს მოვამზადოთ უმარტივესი და უგემრიელესი ყავის დესერტი. 3 ჩაისკოვს ყავას დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ჟელატინი და 2 სუფრის კოვზი შაქარი. დავასხათ 100 მგ გრილი წყალი და გავაჩეროთ 10 წუთით. ამ დროს 300 გრამ არაჟანს დავუმატოთ 9 კილო შესქელებული რძე და კარგად მოურიოთ. ადუღებული წყლის აბაზანაზე გავალღოთ ჟელატინიანი მასა. შემდეგ დავუმატოთ არაჟნის ნარევს და კარგად აურიოთ. გადავიტანოთ ფორმაში და შევდგათ მაცივარში გამყარებამდე. მეორე ფენისთვის 1 სუფრის კოვს ჟელატინს დავასხათ 100 მგ გრილი წყალი და გავაჩეროთ 10 წუთით. ამასობაში 300 გრამ არაჟანს დავუმატოთ შესქელებული რძის დარჩენილი 9 კილო და კარგად მოურიოთ. გავალღოთ ჟელატინი და დავუმატოთ მასას. მაცივრიდან გამოვიღოთ პირველი უკვე გამაგრებული ფენა, დავასხათ მეორე ფენა და კვლავ შევდგათ მაცივარში სრულ გამყარებამდე. შემდეგ გამოვიღოთ ფორმიდან და უგემრიელესი ყავის დესერტი მზად არის. ეს დესერტი აუცილებლად უნდა მოამზადოთ თუ მეგობრებს ელოდებით, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. მსუბუქი, ნაზი და ძალიან გემრიელია. არ დაგავიწყდეთ და ალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და გაუზიაროთ მეგობრებს.